გაწმენდა იმ უღირსი სიონისტებისგან, ერესებისგან, მასონებისგან, რომელიც ძირითადი ბირთვს შეადგენს სატანის მსახურებას. არავითარი კავშირი არ აქვს მაგენთან, მაგათ ქრისტესთან კავშირი აქვს უკუ საქმიანობით და მიტომაც არის ეს ქვეყანა ამ დღეში. არ გინდათ გაправება ახლა. რანაირადაც უნდა მაგინოთ. რანაირადაც უნდა მლანძღოთ. სულ ფეხებზე ამ კიდია, მე ფეხებზე, მაგრამ სულ არ მენაღვლება. გინდა ჩემიანი იყოს. გინდა ერისკაცი იყოს. გინდა სასულიეროპილი იყოს. იქ, სადაც ჯაღმაიძეები და შადიმანები და შორენა თეთრუაშვილები და ანანია ჯაფარიძე და კიდევ დანარჩენი ჰომოსექსუალები და გათახსირებული მოძღვრები იქნებიან სათავეში, საქართველოს ყოველთვის გაუჭირდება. საქართველოს საპატრიარქოს საერთოდ სასულიერო საქმეს და საერთოდ რელიგიებს აი მაგალითად ჯერ ერთი მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა არაა რელიგია. ეს არის ღმერთთან ერთად სიცოცხლე და ცხოვრება. რელიგია არის სხვა ჩემთვის სხვა რელიგიები დანარჩენი არის როგორ გითხრათ არაფერს მომცემი ჩემთვის ქრისტიანისთვის არაფერს მომცემია. ხო და მაგათი საქმიანობა კიდე სულ სხვა რაღაცა მე არ ვეხები მაგის არცულანს გავგაცო მაგენი სადაც თავის გაცოჭილი აქვს და მიხედავენ და მითომ გია ირანი მაგრად ახლა რო და მუსლიმის ქვეყნები რო იმედი აქვს და თავისი რწმენის სიმტკიცეში არიან. ნაკლებად ერევა ეშმაკი მაგენი საქმეში, იმიტომ რომ თვითონ ადგიან ეს დანარჩენი რელიგიები, გინდა ბუდისტი აიღე, გინდა კრიშნა აიღე, გინდა 50-იანები აიღე, ისინი ეს პროტესტანტები და რა ვიცი კიდე 1000 სხვა ნაგავი და იაღვას მოწმეები რომ რაღაცა ესე იგი ზედმეტი ამათ ლაპარაკი, ეგენ დაღუპული ხალხია ყველა. ღმერთო შემინდა, კიდე შემინდა კი არა, ხილება ეს. ხო, ესე იგი, მითო არიან ისინი ესე იგი ძლიერად. რაც შეეხება ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას უშუალოდ უტევს ეშმაკი, რათა გაანეიტრალოს გონება ქართველი კაცის და საერთოდ ქრისტიანის გონება და დაძლიოს მას და უძლური გახადოს. აი ამ და გახადოს უღმერთო და გადაიყვანოს ათეისტურ მდგომარეობაში. აი ამას მთელი ბოროტების მანქანა ებრძვის როგორც მთავრობა ხო ეგრითაც შეჭმული არიან ეშმაკიდან დემონები ეგრე არის როგორც იტყვიან ხაჯაჩი это черт დიმონ ესე იგი მოსიარულე დემონები ხართ აი სახიერი არა მატერიალურ სამყაროდან მოქმედი დემონები კი არ ხართ აი ხარ მოსიარულე დემონები რომელიც არ გეწოდებათ ადამიანი შიმშილითაც შეგიძლიათ მოკლათ ტყვიითაც შეგიძლიათ მოკლათ ქვეყანაც მოკლათ სადაც ქრისტეს შვილები იქნებიან და თქვენ ეწევით ქრისტეს შვილების დახოცვას ამ დედამიწაზე და პირადად საქართველოში ხო და ამას ყველაფერი სათავეში უდგია საპატრიარქო. არის ასე ბატონო, არის.
ღვთლებია ხო და წავსტრები ვარ და შესწრებული ვარ იმ ამბავს რომ როცა რიტუალი ტარდება გინდა ნათლობა იყოს გინდა მიცვალებულის პარაკლისი იყოს პირდაპირ თხოვლობენ ფულს და ნათლობაში მოკარი ყური მეჯო ბანათლებ ახლა ერთი 100 ლარი 50 ლარი მეჯო 100 ლარი და 50 ლარი მეჯო შენ ამ გაღლეტილ ქვეყანაში ამ დაქცეულ ქვეყანაში რატო აგდებ უხერხულში ადამიანს ტყავს იძრობს პენსიის ფულს რაცხა რაღაცა პატარა რაღაცა გადანახულ ფულს რო ლუკმაპური იყიდოს და ერთი ტომარა პურისგვილი უნდა ჩაგაცეცხლოთ შენ ხოდა არ უგვირდები ყველაზე არა მაგიდეს ეს იგი სიტყვები არიან წესიერი უბლებიც და მაგას ცალკე მოწოდებას გავაკეთებ მე დიდი თავი არ მისკდება დიდი ტვინით მაგრამ მოქმედება საჭირო ხო და იმდენი ნიჭი ქემაქ რომ რაღაცა თქვა რომ წინ წაიჭიროს საქმე ხო და კობახიზის იმედი გექნებათ ოცნების იმედი გექნებათ რომ ერთმანეთის ძულების მტრება დაიწყენ ეგრეთ წოდებული ოცნება არაა მაგი ოცნება არის ნაღდი ადამიანის მაგენი არიან ძველი შემორჩენილი ნაცები რომელიც ერთმანეთს ხეჭავენ უკვე და იჭერენ თითქოს ახლა მარტო ღარიბაშვილი ბარაბდა ლილუაშვილი ბარაბდა და ეგენი არ იპარავენ ახლა ყველა ქურდები ხართ ბიზია ყველა არც ერთი არ ხართ სუფთა ოღონ ეტაპობრივად მე ვთქვი სატანის მსახურები პარალელურად ებრძვიან ნამდვილ წესიერ ადამიანებს გლეხებს და წესიერ ქართველებს და მართლმადიდებლებს მაგრამ არ ზოგავენ არც თავიანთ მოწინააღმდეგებს ამას გუნდა არ უნდა უფლისგან არის დაშვებული უკვე თქვენ ერთმანეთს შეჭამთ თქვენ ზაღლიშვილებო ამიტომ საქართველოს არის ამ დღეში საპატრიარქო არის ყველაზე დიდი ცოდვა დიდი სოდომი არ არის მაგენის გაკეთებული საქმე შეიძლება ფასადურად რაღაცა გააკეთონ სადღაც ეკლესია აშენდეს სადღაც რაღაცა იყოს მაგრამ გააკეთენ ის რომ წანისი გადააბარეს ეშმაკებს თვითონ იმაზე მეტი დიდი ეშმაკებია მაგრამ ფარულად კი ღიად დაფარული არაფერი არა მაგრამ გადააბარე რომ გაეყიდათ არაბებზე ახლა მინდა ვთქვა არის მოთქმა რომ პატრიარქი არის გარდაცვლილი და აქ გაკეთებული ესე იგი სპეციალურად შესანახი ბალზამია თუ რაცა ჯანდაბა რა ვიცი მაგი ბარზიმი კი არის ვიცი სული ცხონებისთვის მისაღები მაგრამ რაღაცა წამლები ხო არის კიდე რაღაცა ქიმიური წამლები და შენახულია ეს მიცვალებული ამბობენ ამას ამისათვის ხალხში მithმა მოთქმა რო არ იყოს ხო საჭიროა ვინც წესიერი მგლები ხართ კიდე მანდ წესიერი მგლები ხართ და დაადგინოთ რომ ხალხში არ იყოს კიდე ჯერ ისედაც დაცემულია ხალხი იმიტომ რომ ეს სპეციალურად არის ეს არის სპეციალურად ესე იგი შემუშავებული გეგმა საპატრიარქოდან ხო ხალხმა ესე იგი დაკარგოს ქრისტესკენ მიმავალი გზა
ხო, იმიტომ რომ ეს არის შემუშავებული ეშმაკიდან. ხო და არავით არა აქვს უკვე რეიტინგი. ოცნება სხვა აღარ აქვს რეიტინგი და ნაცებ და კოჩებს. ხო ნოლზია დასული თლად. კაციშვილს ვერ უხსენებ უკვე მაგენის სახელს. ისევე საპატრიარქოს სახელსაც ვერ უხსენებთ. ვინ გააბუჭა ეს სახელი? თვითონზე გააბუჭა თავიანთი სახელი. რატომ? იმიტომ რომ მიბრძანდი ბატონო ახლა გელათში 500 ლარი უნდა რომ ბოლში მონათლო. შენ უნდა მიცე ჯერ. ნათლები რასაც მიცემს კიდე ფულზე ხართ ბიჭო გადასული თქვენ ხამებო თქვენ. ასევე სხვაგან კიდე. სამების ეკლესიაში შევედი. დიდება უფალს ღმერთო შემიწის ამ ერესებიდან და მასონებიდან ნაშენებული ფული. ვინ ჩადო? ურიამ ბიძომ ჩადვა 2 მილიონი შიგნით და შიგნით როგორ ცხოვრება იქნება? შიგნით სუფთა ცხოვრებაა სამებაში? 2600 ლარი ღირს რაღაცა პრინციპში მაღაზია შიგნით გახსნილი. აი ქრისტე რო შევიდე შიგნით დალეწავს ყველაფერს. ვაჭრობა მიდის შიგნით. პირდაპირ სუფთა ადგილზე კაცო ქორწილში თქვათ ის მაგალითი მომყავს. რას ვადარებ ახლა მე შიგნით ვაჭრობა მიდის ის იყიდება ეს იყიდება. რატო იყიდება შიგნით? გარეთ იყიდებოდეს ის იყოს სუფთა ადგილი შიგნით შენობა. გარეთ გაკიდეთ. გარეთ მიეცით საშუალება ხალხს. და არ შეგიძლიათ? ამ კუთხეში ფული უნდა ატრიალო შიგნით ფულის ტრიალი არ შეიძლება იცი თქვენ. ქრისტემ შევიდა და აყარა ყველაფერი. ამ მამა ჩემი სახში მოგიწყვეტო საბაჭრო იგიო ბაზარიო. რას უნდა შევადარო ეს მე? უდლებს ვეუბნები. ვინც თბილისში ხართ წესიერი უდლები. დასავლეთშიდაც. ხო თქვენ ერთად აღლა კაი წესიერი უდლები ერთად იყრიან თავს და ესენი ერთმანეთს ალბათ სურათებს უღებენ და კიდე რაღაცა ხდალო ადგილი შეინარჩუნონ. როგორც კობახიძე აკეთებს. თურმე ოცნებაში შიგნით თურმე ამას ჭამდა ესე შოუგზანეს ამაზე იგი ამას უგზანის იგი იმას ერთმანეთს აგენტებს უგზანიან. რა ხართ ბიჭო ამნაერები? წესიერ უდლებს ვეუბნები ოფიციალურად მოთხოვეთ იმ ჯაღმაიძეებს და იმ იქნო ჩაკეტილები არიან შიგნით ხოჭოებივით რომ გამოიყვანონ სახალხო პატრიარქი ცოცხალი პატრიარქი და დაანახონ ერს რომ ეს ავათაა თუ კარგათაა კალია სავარძელი თქო დადის თუ რაღაცა საკონტროლებელი როა რაღაცა და დაანახონ ხალხს რომ ხალხმა მithქმა მოთქმა რომ თუ არა შემდეგ ეს გამოიწვევს სახელმწიფოს გადაბრუნებას. ის თბილისიდან ჩამოყვანილი ერესი რო ყავთ იმიდან მოსკოვიდან ჩამოყვანილი ერესი. აბა შიო იგი აგერა ჯანდაბაკი. ხოდა ხალხის დაწმარდება თუ ხალხში არის დიდი მოთქმა და მაგრამ მაგ სპეციალურადაა რომ მე შემდეგ ხალხმა თლად დაკარგოს ეწმენა. მე კიდე ვამბობ დღეს არის 20. დღეს მარნეულის საკრებულოა თუ ბარდელია თუ რაც გაჯანდაბა იქნა ბანდიტების ბუდე მიდის პატრიოტული ძალა გასარკვევად მეჩეთი შენდება აბა რა შენდება ვინ გაცა ბრძანება რომ იმხელა მეჩეთი შენდება იქნა არა კაცო ახანი მეჩეთები თქვენ ვიღაცო ხო გაქვთ ამ ქრისტეს მიწაზე ამ ხელა ამდენი მეჩეთები შეიძლება ჩვენზე მეტი უპირატესი კონდეს ეს რას რა ქვია ამას და არც ერთი სასულიერო პირი არ გამოდის გარდა აქა-იქა რაღაცეებისა
თითოეულა და 10 და 50 2000 გვდლიდან არავინ წინააღმდეგობას არ უწევს რას კი რა არის ეს რა მითხარი ქრისტეს ქვეყანა თუ არ იმოქმედებს ქართველი გეუნები დაგატყდებათ უბედურობა თავზე და ეს როგორ მოგივლებს მე უფალი ეგი თავად მანიცის მე რა ვიცი მე უბედურმა მე ვაგდივარ აგერ მთაში ხო და რა ვიცი იქნება გეუნები მიწისძვრებიც მე იმეჩეთებსაც გაასწორებს და იცრუ ყაჩაღების აშენებულ ეკლესიებსაც დაგამხობთ თავზე მე კეთქვა გეუნები მე და გაგასო და აიზილება მე ესე იგი ყველაფერი მიწა ჟღინტი სისხლი და ძვლები ეირევა ერთმანეთში და მე იძახეთ მე ვაიმე მიშველეო ამას გეუნებით მე იმიტომ რომ ქართველმა ვერ და არ მოუარა და დუმილიან ჯობინა ბოროტების წინააღმდეგობის გაწევის მაგივრად სანაცვლოდ მე ახლა დღეს ახლა გეუნებთ მე პირდაპირ ლავარაგო მე ეკლესიას ებრძვი სადაგა ეკლესია ვინა ერთი 50 მოძღვარი 100 მოძღვარი თუ არ დარჩენილი გონია დაერჩენია ერთი მეორეზე გადასამბელია და ჩამოსაკიდებელია ხელზე უკვე ფულზე ფიქრობს და გოჭის ხორცზე და იმაზე ნამცხვარზე და გაჩერე გაყუჩულია გვერდზე გამოდის კაცოები ერთ მინდიაშვილი და აგერ საუბრობს 100 მოძღვრის მაგივრად ერთი კაცი საუბრობს იმდენს სულტანს ამბობს რომ ეკლესიიდან უნდა დაიწყოს გაწმენდა საქართველოში ეკლესია რო იყოს სულტა და ძლიერი ესენი ვერ გაბედავდნენ ეს ზაღლიშვილი რაღაცა ერთი მუჭა ნაგავი აგდია იქნე კობახიძე და იგი რა რიბიჯო ერთმანეთი ერთმანეთი ჩამედა პატარა რომ მიაწოს უყალა გადაცვინდებიან მაგანი რა დროს ნამერდი არ ვარგი ვარ არაფლად მეც მინდა და მეთქვა ხოდა იმეჩეთ იცი ვინ აშენებს კიდე ტრამპზე რო ამოგდით იგი ზედამთვარე მისი სიძე რომელიც არაბეთის კომპანიაშია იქ მოქმედი და აქ დაგაშენებთ მე იგი თავზე ამ არაბებს ალბათ მასონებს აქ ერთი გეგმა რომ ყველა რელიგიას ესე იგი დედას უტირებს ასე რა ვთქვათ ბევრია ცოტა თუ ძლიერია თუ იმიტომ რომ მაგის იგი ძალას შეწევთ და რაღაცა ჩაფიქრებული აქვთ მაგრამ ხო თავიანთი მახინჯი გეგმები აქვთ მაგრამ ამ მართლმადიდებლობას ვერაფერი ვერ მოუხერხენ და მთელი ამ ერთ მუჭა ქრისტიან ხალხს წამენ ყველანაირად და ეს არაბები ინვესტორები სტუდენტები არიან სტუდენტები არიან კაცო მეტროში ჩახვალ ამდენი სტუდენტია კაცო ამგენს რაც შენობებია სულ ყველა ინსტიტუტებად და უნივერსიტეტებად გადააქციოთ და სკოლებად ვერ დაედავიან კიდე შიგნით ტყვილი ბიჭო იმნაირი ტყვილი უნდა თქვა რომ შენი ტყვილით შენ ერთი მე მithქვია კეთილი ტყვილი იმნაირი ტყვილი რომ საჭირო იყო ის ტყვილი კეთილთვისებიანი რომ არ დაღუპულიყო ვინმე თქვი შეტრიალებით იმიტომ რომ იქ მოხდებოდა რაღაცა და ამნაირ ტყვილს გამართლება აქვს უფლის თვალში და ის ტყვილი რო თქვი ახლა ჯერავს მე აგერ 72 წლის გასივარ
და მე მჯერავს კიდე ჩემი ნათქვამი ტყილის, მაგრამ ის ტყილი იმუშავა კეთილად. მაგრამ თქვენ რო ტყილს ზიამატებთ და თან ეშმაკის ტყილს დამაქცევას და დასაქცევს. ბიჭო, როგორ უნდა გამართდეს? დღეს ამას ლაპარაკობთ, თვალ იმას ლაპარაკობთ. დღეს ასე ახსენებთ, რომ გახანებული იყავ და გარბოდით ევროსაბჭოში იშლება. გარბოდით ნატოში და ფურცელზეა უკვე მარტო ნატო და კანონში გიწერია და ერთი არდეჯეკით და არაა მოქმედეთ ის პარლამენტი, რომ ამე იყოთ ის გაწევრიანება ნატოდან. არის იმ ჩაწერილი, ესა სიდებილე ნატო ჟარმა დაღვინა უკვე და ორგანიზაციამ თვითონ გადაიბარა ამერიკის შექმნილი ხო იყო ეს ნატო. ხო და ნატო ახლა ნატო ბიჭო გრენლანდიაში შედის დანიისა და ახლა უნდა შევიდეთ საომრათო. ესე იგი ნატო ჟარია დანიაში ამერიკა შედის, ესე იგი ნატო ჟარით. ესე იგი ერთი ნატო ჟარმა უნდა ემოს მეორე ნატო ჟარს. ამიტომ გაუქმდება მაგი, იქნება ახლა დანიის ჟარი და ამერიკის ჟარი. ასე გამოდის, ხო? აპარაბერ რო ფერგევიგო და ყურუ ოსნებას და ნაცებს და კოცებს გიწერიეთ შიგნით. ნატო, რომელიც არ არსებობს მარტო ფურცელზეა. რადონის შტარები უნდა იყოს, ბიჭო, ვის ხალხი გამოა აღარ ჯერავ თქვენის ხალხს, მაგრამ ქեղზი ხართ, ემსკანებს და ხრავთ ამ ქვეყანას კიდე. და თან აქცევთ. რისი მედი გაქვთ, იცი? არაბები და პაკისტანელები მერევიან ამაზე დახოცავენ და დააჩმორებენ, როგორც ჩვენ ვაჩმორებთ 30 წელი ქართველი. დავიწყებული ყავთ ქრისტე და სადა ქვეყნის შემქმნელი ღმერთი. ხო და მერე გინდათ მერე აქიდან გაზრეთ დიდი ფულით. არ იქნება ეციფრული, ხო ციფრულზე ხო კიდე. ესე ციფრული ფული, თვითონ ეშმაკი ხარ თქვენ. ციფრული ფულით ესე იგი ქულებს აგროვებთ, რომ ეშმაკმა შეგიცოდოთ. არ შეგიცოდებთ. როგორც ღარიბაშვილმა არ შეიცოდა. ღარიბაშვილი არ შეიცოდა ყოვახიძემ და დოუდო კვანტინ და ბიძომ. მერე ბიძო დოუდებს კვანტს კიდე ყოვახიძეს. ყოვახიძეს ახლა რეიტინგის ასაწევად კიდე და რო თლაც იგი გახდეს შავი ანგელოზი. ეშმაკის ახლა კალაძეზე იქნება მიმდგარი. ხო და ბოლოს მერე ესე იგი აკანე თავისი ესე იგი ეგენ გასწორდებიან მიწასთან. მერე არაბი სტაბილური იქნება. მერე აკანე და ის დაგიწერს კანონებს. ის გეტყვის რომ აკანე შენ ეკლესია რატო ააშენე, აკანე მე მეჩეთი მინდა. ახლა გაზია თავზე ეგერ გაშენებს თავზე და მერე რა იქნება 10 წლის მერე, 5 წლის მერე. ჩემი შვილი გარეთ ვერ გავა. 7 და 10 წლის განმეორდები კიდე ამ ნარი სიმართლის თქმით. მაგენი არიან აღვირახსნილი ხალხი. მერე რა კაცო, ინფრასტრუქტურა და ფულები რო აქვთ. ფულები თქვენს გეგაქვთ, მაგრამ გახართ ბისექსუალები, იგინე ზევით, მოჟარი და ცისფერები და იგი კაცო არ მათქვევიათ კიდე ეგე თქვენი გარყვნილების ყველა დასახელების იგი წოდება. საქართველოს ექნება ბოლოს მერე საომარი მდგომარეობა არაბებთან და პაკისტანელებთან, მაგრამ აგერ ახლა უყურე იორდანელი ურტყამს არაბს, არაბმა მერე ჩაცხო იმას და ესე იგი ქართველი კაც მიდიოდა ტროტუარზე და ოუარა გვერდი და მეორე ტროტუარზე გადავიდა. ამგენ შუბში ხوارგეერეოდა კიდე შეიძლება ამასაც მოხდოროდა ხელი აზგეი მაგენი. ამგვარს ხო ეგენ ნორმალურები არ არიან. ბიჭო ეგენი ჯერ ერთმანეთს და ნუ არ ვიცი მე აკანე რა ვიცი რა.
რა ის პოლიციის გამჩერებელი ხარ ბიჭო ვინა რომელი სუსი გააჩერეს მაგას სას გააკონტროლეთ ბიჭო თქვენ თქვენ ბიჭო ვისატყუებთ მე 72 წლის კაცი 54 წელში 1954 წელს ზევიბადე 58 წელში უკვე ბულგანინი იყო პრეზიდენტი მერე ხრუშოვი მევიდა მერე ბრეჟნევი მევიდა და 70-იან წლებში მერე როდი იწყო ცვლა და 80-იან წლებში უკვე სათვალავი და რა ვიცი რამდენი ვინმე გამევიცვალე რამდენი წყობა გამევიცვალე და თელ ცხოვრება უყურებ კი სატანის მარჯვენა ხელს შევარდნაძეს საპატრიარქოსთან ერთად იცით მოდი ახლა მე გეტყვით პირდაპირ საპატრიარქოს დაახლოებით 3-4 წლის უკან ქონდა 3-4 წლის კი არა ცოტა იქით კიდე 3 ტრილიონი ნახევარი ფული კეში საიდან ვიცი? აქედან ვიცი 3 ტრილიონი ნახევარი ქონდა არ ეკნებოდა შევარდნაძის დროს ბიჭო ნარკობარიგები საერთოდ ნარკოტიკებში და სიჩათლახეში დიდი ფული ტრიალობს და ბერები ტრასაზე გამოდიან ტრაილერები წამალს ამ გერაინის საქმეში არიან ჩართული ლოცვაში კი არა შენ თქვენ ახლა ვის თქვენ შეიძლება მოატყუოთ იგივეს კაცი რა თოხნის მე დაიღალა ჭამა ჭადი მიაყოლა ყველი და დეიძინა ლოგინში და იმის დედაცვატირე იქინე ვინც ზოგი კაია ზოგი გლახა იტყვის სასულიერო პირზედაც და მეზობელზედაც და იმაზე იმიტომ რომ იმას აინტერესებს მუშაობა დეილოცა პატარა და დეიძინა და ჭამა და მე ბიჭო თვალებში მებლანდები თქვენ შობელზაღლებოდა რაფრა და უყურებ თქვენ საქმიანობას და შტერი ხო არა ვარ კი მართალია გამომძიებელი არ ვარ არც ჟურნალისტი გამომძიებელი ვარ არც ჟურნალისტი ვარ არც სამხედრო ექსპერტი ვარ არც ფილოსოფოსი ვარ მაგრამ ჯიში მირტყამს ამნაირი ყველაფერი ვიცი ტრაილერს დახვდება არაცილებს წამლებს ბიჭო არც ვისურნა არც წამლის გარდა სხვა საქმეებში და წილებში ხარ ხო და არ გეკრებათ 3 ტრილიონი ნახევარი ბიჭო გლეხს რა მოუღებ ერთმეტყობაზე 1000 ლარს არ ხარ ყაჩაღიდან არ გეკნება ფული აუ ეგი მოდგა ვახ საპატრიარქოსო სადაა საპატრიარქო ბაბილონია ბაბილონი ბაბა ბაბილონი თვითონ პატრიოტები რო ხარ და სამოვარდით ერთი და მელაბარაკეთ არა მასე ცხვირწინ გიდევთ ყველაფერი ჯერ ერთი 70-იან წლებში მოსკოვიდან რო ჩამოვიდა ჩამობზანდა ჩვენი მთავარი თელი საპატრიარქო იქნა მოწამლული ზოგი დაიხოცა ზოგი ციხეში გაუშვეს კი იყო იქინო სფერებიც ბევრი მაგრამ წმინდანებს რას იტყვით ილარიონ სამხარაძეს რას იტყვით ბერ გაბრიელზე რას იტყვით რას მეტყვით რომელიც თელი ცხოვრება თითქმის სასაფლაოს ქვებზე გაატარა და იძინავდა და იქ მოღვაწეობდა რას იტყვით იმაზე რომ ბერმა გაბრიელმა სალოსმა თავისი ხელით დააშენა ეკლესია და საპატრიარქო არ მეეხმარა და ორჯერ დაუნგრიეს
და პირიქით. რას მეტყვით, როცა ორი მღვდელი დაიხვრიტა ბათუმში, სუფთა მღვდელი. რას მეტყვით, რომ შიხლაძე, ბერმონაზონი იქნა დახვრეტილი და შემდეგ საპატრიარქომ ლანძღა როგორც მოღალატე. სრულიად უდანაშაულო ადამიანი. რას მეტყვით იმაზე, როცა 5 სირცხვილი გამოაცხადა მელქისედეკმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა. რას მეტყვით იმაზე, რომ ეკუმენური საბჭოს თავმჯდომარე იყო ჩვენი თავარ. და იქიდან რომ გამოვიდა, შავი დღე დააყარა, ვინც აქედან პრეტენზიით იყო შესული. 5 მონასტრიდან 5-ვე არქიმანდრიტები და მისი წინამძღვრები დევნაში მოაწყო. თქვენ დევნით წესიერ ხალხს და სუფთა ხალხს. სუფთა წესიერი მღვდლები არიან ეკლესიის გარეთ და ჩამორთმეული აქვთ მოღვაწეობა და კურთხევა და ყველაფერი. მე არ მაგ იმაზე მოგიხარ, ახლა იგი ოპოზიციაში რო დგია იგი კაცო. რაღაცა ქვია, არ ვიცი. ეს არის პოლიტიკური პიროვნება. სუფთა პოლიტიკური და მე უკუღმა პოლიტიკური თუ არ წაღმაგიერა. კაცი ადამიანი რომელიც ნაცებს დაუდგება გვერდში არ თუგინა იგი ახალციხის იგი რო არის აქვია წინამძღვარი მიტროპოლიტი ვარც დამავსდა კაც რა თქმა მაგენის გვერები ისიც ვინც სააკაშვილს აქებს და ბიძოს აქებს და ნაცკოცებს აქებს სუყველა ხართ არასასულიერო პირი, არამედ პირდაპირ მოღალატე ქრისტეს და წმინდა ღვთისმშობლის მიწის და მისი სახლის და მისი მრევლის წრები. ვიღაცას ხომ ნათქვას ეს სიტყვები, სიმართლე. დიდ ფულს აკეთებენ, აგერ ახლა აქ ძივარ მე, აქედან დაახლოებით კილომეტრი ნახევარში მთაში ვარ. მიტოვებული სოფელი იყო, გადაასახლა კომუნისტებმა. სადაც მე ვარ ახლა. შემიძლია დაგანახოთ. ხო, აი, აქედან დაახლოებით კილომეტრი 2 კილომეტრში არის მიტოვებული სასაფლაო ეკლესია წმინდა გიორგის, რომელიც მიწასანაა გასწორებული ახლა, ხის იყო და მე დაინგრა, აქედან ხალხი გადაასახლენ ახალციხეში ომიანობის დროს და ზოგი ომიდან რო დაბრუნდა, აქ დარჩა სახლები მიტოვებული, ომიდან რო ჩამოვიდა ერთ-ერთი და ზოგიერთი პიროვნება, რომელიც მათ შეეცადა მე ამ ტერიტორიაზე დარჩენა, დაიჭირეს და გაუშვენ ციხეში. კაცი ჰიტლერს ეომებოდა, გადოურჩა ჰიტლერს და ვაცახსენებოდა კომუნისტებმა მე ციხეში გაუშვენ, რომელმაც არის სურვა მე ადიგენში და იმაში წასვლა. და ერთი გაექცა ხელიდან და კაცი 4 წელი, 5 წელი ომობდა, გადოურჩა, ესე იგი იმდენ ტყიებს და აქ თავი ჩამეიკიდა მე თავის სამშობლოში. და იმის გადმონაშთი ხარ თქვენ შობელძაღლებოდ. მე გეტყვით ახლა თქვენ ვინახავთ იქ თბილისში პარლამენტში და მინისტრებში. როცა მოხდა გასული საუკუნის დროს ბერმა შეიძლება არ იცის და ბერმა შეიძლება იცის, მოხდა ასეთი რამ. ორი რწმენა არ შეიძლებოდა ადამიანს ქონოდა ან ღმერთის რწმენა, ან კომუნისტების რწმენა. ამიტომ ყველანაირად ცდილობდა კომუნისტები, რომ ათეისტურ მდგომარეობაში გადაეყვანა მოსახლეობა.
ნუ ახლა კომუნისტი, ზოგი კომუნისტი გახდა, მერე ეკლესიაზე და სკოლებში მასწავლებლები სახაზავს ურტყამდნენ თითებს თუ აღდგომის კვერცხის ფერი ექნებოდა თითებზე ბავშვებს კი იყო ამნაირი და ბებჟე მომხდარია მეც ხო და ათეისტურ მდგომარეობაში ყავდათ ესე იგი ხო გასული საუკუნის შემდეგ მე ჩემი ცხოვრება ასეთ იმაში გაგევიარე ამ ასე იგი შვილებიც ისე მოუნათლე რომ ზოგიერთი ნათლია ეკლესიაშიც არ შემომყო და მაგის საყვედური მე ჩემ მეუღლეს უთხარი რატომ აირჩიე ისე პიროვნება ой პარტკომის დივანი იყო და მიტო ხო და რა მინდოდა გადამვარდა ისე ხნე მიცის უკვე სკლეროზის ასე გამოჩტერებას და მემართება მე მაგნაირი რაღაცეები უკვე კაცო ხო ყველაფერს ხდება მაგრამ ერთი კი მახსოვს რომ ესე იგი ვისი მოდმახართ იცი თქვენ თავრობაში ვინც ხართ და ვინც მოქმედი ხართ თბილისში და ქუთაისში შეიქმნა ორგანიზაცია უღრმთოთა კავშირი ათეისტური კი არ იყო უკვე იგი იყო პირდაპირ ქრისტეს შვილების მტრები და ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია თავისი უშუალო ბლანკები ქონდათ თავისი საშვები ქონდათ პირადობის მოწმობები ბეჭედ დარწმუნის და ეწედა უღრმთოთა კავშირი ქუთაისში იყო მაგალითად 4000 ოჯახი გაერთიანებული შეწარმოებდნენ ახლა მევენაცვალე ქუთაის მიყვარს ქუთაისელი კაცი ვარ მაგრამ იყო ამნარისი ჩათლახეები 4000 ოჯახი იყო შეწარმოებდნენ შენ 4000 ოჯახი რომელიც შიშის ქვეშ იყო თელი ქუთაისი რომელიც ჩაშობა მიტანა ენა რაღაცა ხრიდავდნენ ხალხს და თბილისში რა იქნებოდა ახლა თბილისში უფრო მეტი იქნებოდა იმის მოდგმა ხარ თქვენ და გაყიდეთ თბილისში და დაიჯინეთ მე დემნაგვასალია და ბისექსუალები მერებათ და იმათ რა თქვენ რა დაგარიგება და გაისახა ბისექსუალი იგი იგი დემნაგვასალია ამდენი ტიტულოვანი ძირძველი პატრიოტსანი ვაშკაცი პატრიოტები ქალაქი თბილისი რომელსაც მინიჭებული აქვს და ვარსკვლავებს უხსნიან და რაღაცას და აგერ დემნაგვასალია და ასკინდა თავზე უყველაფერს და უყველას გააპუსტია კეთ ყველაფერი ასია ბატონო თუ რამეს ტყილს ვამბობთ მეანზღეთ და ბოდიშ მოგიხდით თუ რამეს ტყილს ვამბობ რამდენიც გინათ იმდენი მაგინით რა ვქნა პატრიარქსაც უნდა ვთქვა პრეზიდენტსაც უნდა ვთქვა რაც მაგ იქნება ყველაფერი მე ვამბობ ხალხში რო არ იყოს მეთქმა მოთქმა და ხართ იქნება კიდე ბევრი პატრიოტი ხალხი მოსთხოვეთ რომ გამოიყვანონ კაცო ეს იგი პატრიარქი და აჩვენონ ხალხს სახალხოდ ფეიკი არა არ გავა იმიტომ რომ არა და იპატიოსან ხალხს მეუბნები რომ მე უფრო გასაგებად ვთქვა ოჩნის სტავკა გააკეთონ ასე რომ ვთქვათ რომ ესე იგი არ იყოს მერე მithქმა მოთქმა და იგი თუ არა მერე თუ გასკდა საქმე შიგნით გამოიწვევს იმხელა დომხალს საქართველოში იქნება მაგარი არეულობა ახლა მე თუ მკითხავ თქვენ მე ახლა რა ის სროლელი ვარ სიზამოდიალობ უფალი გამოწევს მაგ რეცეპტს სამი ტყვია ეკუთვნის გარემტერს და 7 შიგნით
იგი არის სრული სიმართლე. იმიტომ რომ თუ შენ სიმსივნე გაქვს, ახლა ორი პორტოხალო დადო და ერთია დამპალი და მეორე გიგოს. და აი შენ რომელსაც სიმსივნე გაქვს, ესე იგი ჩვენი მტრები ვინცაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. ის უნდა მოკვეთო ჯერ და მე უნდა მიადგე თუ პატარა გიგია მე უნდა მიადგე სხვას. აი ეგეა სიმართლე. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. აქ არც შვილი უნდა დაზოგო თუ არის გამყიდველი, არც ძმა უნდა დაზოგო, კი გიყვარს, მაგრამ გარდოვუალია ახლა ეს მდგომარეობა. მაშინ იღუპება ყველაფერი. შენ გიყვარს ერთია და სიკვდილი მეორეა. და დაღუპა სამყაროს და ქვეყნის. რადგან ჩვენ წინაპრებს არც ერთი არ გავართავე. ჩვენი წინაპრები იყვნენ ასეთი სუფთა ხალხი. ესე იგი ფიქრობდნენ თვალს რო გაახერდა ადამიანი, ქართველი კაცი, ჩვენი წინაპრები, პირველად ფიქრობდნენ დიდება უფალს. და მინდობილი იყო ღმერთზე და ღმერთის სიყვარულზე. შემდეგ მოდიოდა ქვეყანა, ოჯახი კი არა, ქვეყანა, რომელიც აგერ 7 რო ყავდა და 8 და 6 ოჯახში, დედა თვითონ აბჯარს აცმევდა, ფარს აძლევდა, ხმას უყურდა და დალოცავდა და უშობდა ფრონტზე და საბრძოლველად და იცოდა რომ აქედან შეიძლება არც ერთი არ მოსულიყო ცოცხალი და ან ნაწილი მოსულიყო ცოცხალი. და მე ფიქრობდნენ კუჭზე და ოჯახზე. გამიგე ეს იყო წაღმა ფიქრი. ახლა ჩვენთან არ ვფიქრობთ. მე ვიბაროთ კუჭი გამევიწყოთ. აგერ რემონტი გავაკეთო სახლში. მე გავაკეთე ერთი მის დედაცვადები იქნებ აი და ცხაფს სულ არ დავეცებ. პირიქით ვფიქრობთ. ჯერ ოჯახი, მე ქვეყანა და მე ღმერთი ბოლოს. დასმორჩება პატარა საფიქრალი. შენ თქვენ რა გონიათ მე არა ვარ სოდვილი? და მე სხვანაირად ვფიქრობ? მაგრამ მე ვიცი, թե მაინც წესდება როგორ უნდა მე ვიფიქრო. ეგი ზოგმა არ იცის. და ვერ წარმოუდგენია კიდეც. მე რა ვქნა? ჩემი საქმეა გავაჟღერო სიმართლე. სიმართლე რაც თქვი დღეს, ამას წყალი არ გუვა. ხო და თუნდაც თავის წამოყობა უნდა რა კიდე აუ შენ ვიდია რას ქვია იმას ახოცავ ხელს, ამას არაფერს არ ვახოცავ მე ხელს. შედავა მოგცეთ ქართველებო გამჩენმა ღმერთმა, გამძლეობა. ხო და მიდის შეტევა საქართველოსზე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყველა ჯიშის მტრები და სატანისტები შემოგვასია მთავრობამ რათა თვითონ ვერ დაგვძლია. აგერ ჩვენი მთავრობა ხოცა 30 წელიწადი ჩვენ არც რუსი და არც ამერიკელი იმდენად არ ხოცავდა, იმდენად არა. შიგნით მტრებმა ხოცენ გოგა ხაინდრავებმა, სარიშვილებმა, კობახიძის მამამ და კობახიძე თლაც მერე ახლა ესე იგი კობახიძის მამა იყო სარიშვილის პარტიაში, ჭანტურიას პარტიაში. ჭანტურია იყო პირველი პუჩისტი. პუჩისტმა, ესე პუჩისტები და გამყიდველებმა მერე გადეიბარენ კიდე და ეს ესტაფეტა გადაბარებული ხალხი არიან. და მყარად არა ხარ თქვენ მყარად უკვე. მყრალად ხართ, მყრალად. სიკეთე მოგცეთ გამჩენმა ღმერთმა.
ჩემო ქრისტეს შვილებო, ჩემო კეთილებო, ისევე თოვა დაიწყო. ნუ მოგიშალოთ გამჩერმა ღმერთმა. შვიდობა და ნათლისღება იყო გუშინ. ღმერთმა უნდა გავიწყებიოთ ოჯახებში ნათლისღება. სამწუხაროდ მე ვერცეც ვერ დავუძახე, რადგან მთაში ვარ, მიგდებული. ხო და იქნა ახანე ნერვებს ვაყოლებ ამ პეიზაჟებს და რაღაცებს და ყოველი თქვენი წუთი ყოფილიყოს ქრისტეს სიყვარულით დაკავებული. გაიხარეთ და მეყოლეთ კარგად.